H1N1 ვირუსით აჭარაში მე-7 ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გარდაცვლილი ხანდაზმული პაციენტი იყო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის საერთო ჯამში ამბულატორიას 1500-მდე ადამიანმა მიმართა, ამათგან 82 სტაციონალურ მკურნალობას გადის. 14 პაციენტი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები და ვირუსის სიმპტომის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით ქვეყანაში გრიპის ვირუსის პიკი გადავლილია. ვირუსული ინფექციით საქართველოში 16 პაციენტია გარდაცვლილი. მოგეხსენებათ, პიკი ჩვენ გქონდა მე-4 კვირაში ამ წლის, როდესაც გავრცელების მაჩვენებელი გახლდათ 357,100,000 მოსახლეზე. მე-6 კვირაში გვაქვს უკვე 294,100,000 მოსახლეზე. ამასთან ერთად ჩვენ ვაკვირდებით მიმართვიანობას, გარკვეულად ის შემცირებულია, მაგრამ მაინც დამშვიდების საფუძველი არ გახლავთ. რამე თუ თებერვალია და თებერვალში ჩვენ გრიპი ჯერ კიდევ გვექნება. ზოგადი მდგომარეობა არის ჩვეული, როგორც ხდება გრიპის ეპიცეზონზე. კარგად გამოხატული კლებადი დინამიკა გვაქვს როგორც ამბულატორიულ შემთხვევებთან, აგრეთვე სტაციონარულ შემთხვევებთან მიმართებაში. ასევე კლებადი დინამიკა რეანიმაციულ პაციენტებთან მიმართებაშიც, მაგრამ როგორც წესი გრიპის ეპიცეზონი გრძელდება მიმდინარე წლის მე-20 კვირამდე, სადღაც მაისისთვის შუა რიცხვებამდე. რეანიმაციულ განყოფილებაში არიან პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰოსპიტალური შესაბამისი მკურნალობის კურსს გადიან, მაგრამ არ არიან ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.